ტექსტშიც არის. გამოიცანე იმღერა. მაგრამ მაქვს ასეთი ვერსია. დღეს რაღაც ფანტასმაგორიული ვერსიების ხასიათს. აბა, ეხლა ვინ არის? ფორემოსულისმა არ გაამართლა, მაგრამ ჩემი დღევანდელი ახლანდელი ვერსია ყოველთვის არის სიმო ჰაიჰა. ოპა. ფინელი სნაიპერი, რომელიც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, ლოგიკაც რომ აგვიხსნა. აქ ამ სიმღერაში არის ასეთი ტექსტი. Mr. Crowley, would you like ride my white horse? ხო, ესე ეკითხება. და მე როგორც მახსოვს ამ ტექსტში white horse აღნიშნავს ჰეროინს. ჰეროინს ეძახიან თეთრ სიკვდილს. და თეთრ სიკვდილს ეძახდნენ სიმო ჰაიჰას. კარგი, ნახე. ეს სიმღერა არის ოზი ოსბორნის Mr. Crowley, პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი. ამ სიმღერაში არის Mr. Crowley's Ride My White Horse. White Horse ეძახდნენ ჰეროინს. ეგრე მახსოვს. ჰეროინს ეძახიან თეთრ სიკვდილს, თეთრ სიკვდილს ეძახიან სიმო ჰაიჰას. სიმო ჰაიჰას ნამდვილად ეძახიან თეთრ სიკვდილს. ვაუ. მაგრამ აჰა ეს არის ისეთი ლოგიკა, რომ მე რო ახლა სიმო ჰაიჰა დავაფიქსირო და სწორი აღმოჩნდეს. ამიტომ მოჭრით ალბათ მე და საწა ბრძენიშვილის ასწავლე. ხო. თუმცა ეს ასწავლე შენს ერთ-ერთიან თამაში დაფიქსირე და კი, როგორ თომ დაახლოებით ეგეთი ლოგიკით აიღო, თომ ჩეკი არ გესმოდა, ხო, მაგრამ მე რო ახლა სიმო ჰაიჰა დავაფიქსირო, გაცილებით დიდია იმის ამბავი, რომ მაინც მოჭრით ამიტომ. როგორც ყველაზე გრძელი ლოგიკური ჯაჭვი შეიძლება ეგრე. ამოჭრიან ცოტა.